მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 17. ტბის ფსკერიდან ზედაპირზე ამოტივტივებისას ჰაერის ბუშტუკის მოცულობა ორჯერ გაიზარდაო და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ ტბის სიღრმე, ამასთან ჩათვალეთ, რომ ატმოსფერული წნევა 10 მეტრის სიმაღლის წყლის სვეტის წნევის ტოლია და წყლის ტემპერატურა არ იცვლება სიღრმის მიხედვითო. კარგი, ჩავწეროთ მოცემულობა, რა გვაქვს მოცემული. ახლა გითხრეთ ჩვენ, რომ ატმოსფერული წნევაა, მოდი ატმოსფერული წნევა პირობითად პენული დავნიშნოთ. პენული უდრის P ატმოსფეროს და ეს უდრის 10 მეტრი სიმაღლის წყლის სვეტის წნევის ტოლად. ესე იგი, ρ-ჟ-ჰ ხო არის წნევა. შესაბამისად 10 ჰ იყოს 10 მეტრიაო. ჟ წყლის სვეტისო, ესე იგი, რ წყლის უნდა გავითვალისწინოთ აქ, რ წყალი და ჟ. აი ეს მოცემულობა გვაქვს. ტემპერატურა არ იცვლება სიღრმის მიხედვითო, ესე იგი, ტემპერატურა არის კონსტანტა. ამასთან ეს ჩვენი ჰაერის ბუშტუკიო, ბუშტუკის მოცულობაო. თავიდან, ესე იგი, როცა ჩაძირული იყო და ამ ტბის ფსკერზე იყო, პირობითად თუ V1 იყო V2 და რო ამოტივტივდა ორჯერ გაიზარდაო. შესაბამისად, ამოტივტივების შემდეგ V2 ტოლი გახდებოდა 2 V2-ის. და რას გვიკითხებიან ამ ტბის სიღრმეს, ხო, H-ს. კარგით. ესე იგი, მოდი ახლა ტბის დახატვა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წარმოვიდგინოთ, რომ აი ესეთი ფორმა აქვს ამ ჩვენ ტბას. აი ასეთი ფორმის იყოს ეს ჩვენი ტბა. პირობითად, არაფერი უჭირს. შემდეგ ეხლა წყალი ჩავასხათ აქა, ესე წყალი ჩავასხათ. ასე, ჩავასხეთ წყალი. და ეხლა პირველ მდგომარეობაში ამოტივტივებამდე რა სიტუაცია იქნებოდა? აი ეს იქნებოდა ესე ჩვენი სხეული, აი ესა, ესე. და აი მის მოცულობა თავიდან იყო V1 და მერე შემდეგ რო ამოტივტივდა ორჯერ გაიზარდა მოცულობა. აი ასე V2 გახდებოდა ეს ჩვენი მოცულობა, რო ამოტივტივდა და აი ამ ტბის სიღრმე გვაინტერესებს ჩვენ, ანუ H-ი ავარქოთ, მოდით. H-ი. კი ბატონო, ეხლა თავიდან სანამ ამოტივტივდებოდაო და ვფიქრეთ ახლა რა მოქმედებს, აი ამ რა წნევა მოქმედებს ამ ჩვენ ჩაძირულ ბუშტუკზე, რომელსაც V1 მოცულობა აქვს. V1 მხრივ მოქმედებს, მოდი დავწეროთ, ესე იგი თავიდან P1 ტოლი იქნება, ერთი მხრივ მოქმედებს ატმოსფეროს მხრიდან მოქმედი წნევა პენული, კი ბატონო, ესე იგი პენული და პლუს ამას ემატება წყლის მხრიდან მოქმედი წნევა, პლუს P წყლის მხრიდან მოქმედი წნევა, ხო? P წყალი. კი ბატონო, ეს ის ტოლი იქნება ახლა. ეს ტოლი იქნება, პენული არის 10 რ წყალი ჟ, კიდე დაემატება P წყალი წყლის წნევა H სიმაღლის შემთხვევაში. ეს ტოლი იქნება რ წყალი ჟ H-ი. მეორე მხრივ ჩვენ გვითხრეს, რომ ტემპერატურა მუდმივი აქვს, შესაბამისად შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ კლაპეირ-მენდელეევის იდეალური არის მდგომარეობის განტოლება. ჩავწეროთ მოდით, ესე იგი PV უდრის ნიუ RT-ს. გამომდინარე იქიდან, რომ გვითხრეს ჩვენ ტემპერატურა არ იცვლებაო, ესე იგი ეს მუდმივია, გაზების უნივერსალური მუდმივობაც მუდმივია, ნიუ ნივთიერების რაოდენობაც მუდმივია, შესაბამისად ამათი ნამრავლიც მუდმივი იქნება და ტოლი იქნება კონსტანტის და თუ მთლიანი პროცესის განმავლობაში P-ს და V-ს ნამრავლი მუდმივია, მაშინ პირველმა და ბოლო მდგომარეობამაც რა დააშავა, ხო? P1 V1-ის ნამრავლიც მუდმივი იქნება, ტოლი იქნება საბოლოო მდგომარეობაში P2-ის და V2-ის ნამრავლის. ისეთი მოცემულობა გვაქვს, კი ბატონო. ახლა P1 ვიპოვეთ, აი ეს არის. ჩავსვათ მოდით. აი მაიქ შევიტანოთ, რა გვექნება? ჩვენ გვექნება შემდეგი გამოსახულება, P1-ის მაგალითად 10 რ წყალი გვექნება ჟ პლუს რ წყალი ჟ-ჰ გვექნება. ეს გამრავლდება V1-ზე, რომელიც აი V1 გვაქვს ხო აღნიშნული, გავითვალისწინოთ, V გვექნება, ეს ტოლი იქნება P2. ხო, P2 უკვე არის აი რო ამოტივტივდა რა წნევა მოქმედებს. ახლა ამოტივტივების შემდეგ უნებრივია წყლიდან მოქმედი წნევა ამ ბუშტუკზე აღარ მოქმედებს. რჩება ატმოსფეროს მხრიდან მოქმედი P წნევა, ხო? ანუ P ატმოსფერული მოქმედებს. P2 ამ შემთხვევაში პირდაპირ 10 რ წყალი ჟ ტოლი გამოდის, ხო? ესე იგი ეს ტოლი იქნება 10 რ წყალი ჟ ტოლი და კიდე გამრავლდება V2-ზე, რომელიც 2 V2-ია. 2 V2. ეს V-ები შევკვეცოთ და რა გამოგდის, ესე იგი რო დავწეროთ. აქედან ჩვენ გამოგდის, ხო, აქედან ჩვენ რა გამოგდის, ეს ჟ-ებიც, მოდით ეს რაღაცები კიდე შევკვეცოთ. აქეთ ეს გამოსახულება დაგვს, შესაბამისად ყველა ტოლების ორივე მხარეს თუ ჟ-ზე გავყვეთ, ჟ-ები, ეს ჟ-ები შეგვეკვეცება, რო წყლების შეგვეკვეცება, აღარ გვექნება და დაგვრჩება აი ეს 10-იანი.
10 პლუს ამას აი ეს ჰ-ში დაგვჭა აგერ ჰ-ში ტოლი არის 10 ჯერ 2-ის 20-ის. ნუ საიდანაც ჰ-ში ტოლი გამოგვდის 20 მინუს 10 10 მეტრის. ესე იგი საძიებელი ტბის სიღრმე ტოლი ყოფილა 10 მეტრის, რომელიც პასუხი არის A.